რა სიტუაციებს ეს პროექტი და ხდება განათლებული მართლა მნიშვნელოვანი დღე არის ჩემთვის, რამე თუ ამ პროექტების დასრულებისთვის დიდხანს ვემზადებოდით. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრი არქიტექტორმა იმუშავა ამ პროექტზე და აი ხედავთ, რომ ულამაზესი ცენტრი მივიღეთ ოზურგეთის. ეს დღეს ბანერებზეა, თუ მშენებლობა უკვე მომდევნო დღეებიდან იწყება, ჩვენ მშენებლებს ვწვდებით ამ დღეებში და უკვე მობილიზაცია გაკეთებული აქვს, რაც მოგცემს საშუალებას, რომ უკვე სექტემბრისთვის ეს მოედანი ამ ფორმატით მივიღოთ, ეს შენობები უკვე დასრულებული იყოს. მე მინდა გითხრათ, რომ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაკეთებთ ამ ქუჩის მთლიან რეაბილიტაციას, კონცეფციას მთლიანად ვწვით, თეატრი დამუშავდება და სულ სხვა ფორმატით იქნება და ვიწყებთ რეაბილიტაციას ასევე სადგურის, რომლითაც ეს ქუჩა იწყებს. ასევე მინდა აღნიშნო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს აღმოჩენა, რომელიც მეცნიერება გააკეთეს აბანოებთან დაკავშირებით, ჩვენ აბსოლუტურად დავიცავთ ამ ტერიტორიას მაქსიმალურად ჩაერთვებიან სპეციალისტები, რომ დაადგინონ სიძველე ამ აღშეგიშალა მოკლედ აქედან დავიწყოთ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ დავიცვათ ის სიძველე და ის აღმოჩენა რომელიც გააკეთეს მეცნიერებმა ეს ტერიტორია მთლიანად დაცული იქნება ჩაერთვებიან სპეციალისტები და ჩვენ მომდევნო კვირებში გვეწოდინება თუ რასთან გვაქვს საქმე რაც საბოლოო ჯამში ეს არქეოლოგიური გათხრების ამ რეაბილიტირებული ცენტრის ფორმატში ჩაჯდება თავიდან ბოლომდე